გამარჯობა. ამ ვიდეოში ვნახავთ როგორ ავტვირთოთ ჩვენი პროექტი GitHub-ზე. მაგრამ ხო, GitHub არის ეს პლატფორმა, კრუგლოვანი სისტემა, სადაც ჩვენ დავდებთ ჩვენს შესრულებულ პროექტებს. ოღონდ სანამ GitHub-ზე ავტვირთავდეთ პროექტს, მანამდე უნდა გადმოვწეროთ ესეთი სოფტვეარი Git-ი. დაგუგლეთ უბრალოდ download Git, შედით აქ, Windows თუ იყენებთ, მაშინ Windows და მერე გადმოწერეთ აი ეს. მე უკვე მაქვს გადმოწერილი და ეხლა გაჩვენებთ რა უნდა გავაკეთოთ. როცა დაასრულებს გადმოწერას, ჩართეთ ეს საინსტალაციო ვერსია, დააჭერეთ next, შემდეგ ისევ next, კიდევ next, კიდევ. აი აქ შეგვიძლია რომ VS Code-ი ავირჩიოთ, ჩვენ როგორც default ბრაუზერი Git-ისთვის, Visual Studio Code აი ეს მონიშნეთ და დააჭერეთ next. შემდეგ აუცილებლად აი ეს აირჩიეთ. გადაგავიწყდეთ ეს მომენტი. აი ეს მონიშნეთ, აქ main უნდა ეწეროს, მაგას შეგიძლიათ არ შეეხოთ და დააჭერეთ next. შემდეგ ისევ აი ეს უნდა იყოს მონიშნული აუცილებლად. ისევ next დააჭერეთ და დანარჩენი უკვე უბრალოდ გაყევით და სანამ ინსტალი არ გამოსდება, გაყევით უბრალოდ next-ებით, მერე ინსტალსაც დააჭერეთ და დაელოდეთ ინსტალაციის დასრულებას. კარგი, ინსტალაცია დასრულდა. შეგიძლიათ ეს გამოსაკანად არ მონიშნოთ, ანუ არაფერი მონიშნოთ აქ, უბრალოდ finish-ს დააჭერეთ. კარგით, ეხლა შედით თქვენს VS Code-ში და მოსინჯეთ დაინსტალერდა თუ არა Git-ი თქვენ სისტემაში. თუ ესეთი შედეგი მიიღეთ, ესე იგი Git-ი არის დაინსტალერებული. ან თუ დაეწერა რომ Git command is not recognized ან რაღაც ეგეთი, ესე იგი არ დაინსტალირებულა. ეს ნიშნავს რომ დაინსტალერდა. კარგი, ეხლა სანამ ჩვენ ავტვირთავდეთ GitHub-ზე რაიმეს, მანამდე პატარა პროექტიც არ იქნება, უბრალოდ 1-2 ხაზი დავწეროთ კოდი, რომ მე ის ავტვირთოთ. კარგი. ეხლა მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ჩვენ მე გამოვიყენებ და თან გაჩვენებთ, კარგი რაღაცა არის, ძალიან სასარგებლო რამე არის. ესეთი ბიბლიოთეკა არსებობს. Faker. შეგიძლიათ რომ დაინსტალიროთ. დაელოდეთ რამდენიმე წამი. Okay. და შემდეგ დაწერეთ from Faker import Faker. ახლა ამის ცოდნას გაგება ცოტაოდენი OP უნდა, მაგრამ დიდი არაფერი, ძალიან საკმაოდ მარტივი რამე არის. დაწერეთ ესე fake უდრის Faker და დიდ და პატარა ასოებს დააგვირდით. და შემდეგ ნახეთ რის შესაძლებლობას გვაძლევს ეს ბიბლიოთეკა ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ fake name და ეს დაგვიგენერირებს რაღაცა fake სახელსა და გვარს. მაგალითად Gabriela Page. კიდევ რო გავუშვებთ, მერე გვექნება ვიღაცა კიდე სხვა, Darren Smith. ასევე შეგვიძლია დავაგენერირებინოთ სამსახურები fake, fake არ არის, ნამდვილი სამსახური, უბრალოდ ეს რენდომად გვაწვდის. მაგალითად art therapist-ი, herpetology, ასე შემდეგ. კიდევ, ბევრი რაღაცა არის, ძალიან თუნდაც თქვენც ცადეთ რაღაცეები, ეს არის მაგალითად ეს გვაძლევს fake საბანკო ანგარიშს. სხვა რაღაცეებიც მოსინჯეთ აქ, აი წერტილი დასვით და ძალიან ბევრი რამე არის. და შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტაციაშიც ჩაიხედოთ, აი city მაგალითად და გვაქვს ესეთი რაღაცა ქალაქი. კარგი, ეხლა ეს ბიბლიოთეკა გამოიყენება საკმაოდ ხშირად, როცა რაღაცა მონაცემები გჭირდებათ თქვენ, მაგრამ დავუშვათ ვერ იპოვეთ ეს მონაცემები უცებ ინტერნეტში, დავუშვათ აი სატესტოთ, ხო, და თქვენი პროგრამით ასატესტად რაღაცა ინფორმაციაზე, რაღაც მონაცემებზე გინდათ რომ გადასტოთ. აი მაგალითად უცებ როგორ ვიზამდით, ეხლა დავუშვათ გჭირდებათ fake სახელი და გვარები. დავუშვათ გჭირდებათ 1000 fake სახელი და გვარი. როგორ ვიზამდით ამას? აი დავუშვათ 1000 და fake name-ში append-ით ჩავამატებ fake name. აი ეს. და მე მექნება 1000 სახელი და გვარი შეგროვებული აი ამ სიაში, fake names list-ში. მოდი ამ შემთხვევაში უბრალოდ აი რამდენიმე დავფიშტოთ. დავუშვათ პირველი რაღაცა 20-ეული. და გავუშვათ ეს, ნახოთ რა გვაქვს. აი 20 სახელი და გვარი, რეალურად 1000, მაგრამ ჩვენ 20 დავფიშტეთ უბრალოდ. კარგი.
ეხლა, ეს არის უბრალოდ ჩვენი კოდი, რასაც მე ავტვირთავთ GitHub-ზე. ეხლა ნახეთ რა ხდება, როცა სანამ თქვენ GitHub-ზე ატვირთავთ, პირველ რიგში მანამდე მოდი გეტყვით, რომ შეიძლება GitHub-მა მოგთხოვოთ, უბრალოდ Git-მა მოგთხოვოთ თქვენს GitHub-ზე ავტორიზაცია. მე ეხლა ეს არ მომთხოვა, მოდი გამოვალ და დაახლოებით გაჩვენებთ რაღაც მომენტში. შეიძლება გთხოვოთ, რომ GitHub-ზე შედიო და გაიარეთ ეგ პროცედურა. თუ არ გთხოვოთ, შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააკეთოთ. აი ამ კაცურას, აი ამ აიკონს დააჭირეთ. და შემდეგ sign in with GitHub და აი აქ მე კიდევ continuous დავაჭერ თუ არა და თქვენ შეიყვანეთ username და paroli, შემდეგ authorize Visual Studio Code და open Visual Studio Code. ეგ არის. და ეხლა უკვე რო შევალთ, ვიქნებით შესული ჩვენს აკაუნტზე. აი ეს შეიძლება თქვენ რაღაც მომენტში გკითხოთ და უბრალოდ გააკეთეთ. საკმაოდ მარტივი ამბავი არის. კარგი. ეხლა ნახეთ რა ხდება. სანამ თქვენ პროექტს ატვირთავთ GitHub-ზე, ხო? იქამდე კარგი პრაქტიკა არის, რომ შექმნათ ესეთი readme.md ფაილი. სადაც უბრალოდ ისაუბრებთ თქვენს პროექტზე სიტყვიერად. აი აქ მაგალითად ჩვენ აი ამის შესახებ რა შეიძლება ვთქვათ, რომ this code generates 1000 fake თუ რაღაცა random names. აი ეს არის რასაც ჩემი კოდი აკეთებს. ხო, readme ფაილში უბრალოდ აღწერ შენს პროექტს. და ნებისმიერ და პროექტებს აქვს თანდართული ეს ფაილი და თქვენ შეგიძლიათ რომ ნახოთ GitHub-ზე რაღაც პროექტები და წაიგითხოთ ეს readme ფაილი, სადაც მოთხრობილია რას აკეთებს ეს ასე თუ ის პროექტი. კარგი. ასევე კიდე ერთი კარგი პრაქტიკა არის, რომ გქონდეს requirements.txt. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი არის. requirements.txt-ში უნდა იყოს ჩამოთვლილი თუ რა ბიბლიოთეკებს იყენებს თქვენი კოდი. ხო, მან ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ უბრალოდ აი ამ faker ბიბლიოთეკას და ეს უნდა იყოს მითითებული აქ. ხო, მაგალითად faker და მისი ვერსია, რომელიც ახლა მეზე პირად არ მახსოვს, ამიტომ შეგვიძლია ნახეთ რა გააკეთოთ. pip show faker რო გავუშვათ და ჩვენ გვიჩვენებს აი ამას. ნახეთ, ვერსია ყოფილა ეს. შეგიძლიათ ეს აიღოთ და გააკეთოთ ეს. მაგრამ ნახეთ, ეს არ არის საკმაოდ დიდი შესაძლებლობის წყარო არის, შეიძლება რაღაცები გამოგრჩეთ, მას შემდეგ თანაც რაც ყველაზე მთავარია, ამისი ავტომატიზება შეიძლება. ამის ავტომატურად გაკეთება შეიძლება და ჯობია რომ ეგრე გავაკეთოთ, ხო? ავტომატურად ეს ყველაფერი. ნახეთ, მე ხა ამას უბრალოდ წავშლი. და ჩვენ აქ დავწეროთ ესეთი კოდი. pip freeze requirements.txt და გავუშვით ეს. ხო, არ შეგეშალოთ არაფერი, ზუსტად ესე და ესე დაწერეთ. დააჭირეთ enters და ნახეთ აი ავტომატურად დაგენერირდა ჩვენი ფაილი. აქ რო შევიდეთ ოღონდ, ნახეთ რა დაგხვდა. აი აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი დაინსტალირებული გვაქვს გლობალურად ჩვენ კომპიუტერში. მაგრამ აი ამდენი რაღაცა ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება უბრალოდ ეს faker. აი ეს უნდა მიუთითოთ მარტო ამ პროექტის შესახებ, მარტო ესაა მისათითებელი. და როგორ ვქნათ ისე რომ requirements.txt-ში მარტო faker-ი იყოს. გასაგებია ხა შეიძლება რაღაც პროექტი იყოს და იქ 10-15 რაღაცა იყოს. ჩვენ ერთი რაღაცა გვაქვს მისათითებელი მარტო. აი ამდენი რაღაც არ გვჭირდება და ეს საკმაოდ ცუდი პრაქტიკა არის. იმიტომ რომ ნახეთ რატომ დავუშვათ მე ჩვენ რო ავტვირთავთ ხა GitHub-ზე ამ პროექტს, მე სხვა developers შეიძლება რომ ამ პროექტის კლონი გააკეთოს და VS Code-ში შემოიტანოს ის. და მე ეხლა რო გაუშვას, ეხლა თუ იმას faker-ი არ აქვს დაინსტალირებული, ხო უნდა დაინსტალიროს და შეუძლია რომ აი ნახეთ ეს requirements.txt ფაილი იმას აკეთებს. აი ნახეთ რა შეუძლია გააკეთოს pip install requirements.txt და ამას რო გაუშვებს, ხომ და არ გაუშვათ თქვენ ეს, ამ კოდს რო გაუშვებს, ავტომატურად დაინსტალირდება ყველაფერი, რაც ჩვენ ჩამოწერილი გვექნება requirements.txt ფაილში. მაგრამ ამდენი რაღაცა ხომ არ არის საჭირო ამ პროექტისთვის. ამიტომ და წამიდგენთ აი ეს ყველაფერი რო დაინსტალირებინოთ, იმას ჯერ ესე ძალიან დიდი დრო იქნება და დაიხარჯება და მოკლედ. არ არის ეს კარგი ამბავი. ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად ისე უნდა ვქნათ, რომ მხოლოდ faker-ი აღმოჩნდეს აქ და თანაც ეს ავტომატურად მოხდეს. ეს არ გვადგება, მაგრამ გაჩვენეთ
გამოგვადგება უნდა გაჩვენებთ ხა პატარა რაღაცა ცოდნა გვინდა. ჩვენ უნდა მოდი შევქმნათ ვირტუალური გარემო სპეციალურად ამ პროექტისთვის. და გეტყვით ხა ეს ვირტუალური გარემო რას ნიშნავს. აი ეს კოდი ეს ბრძანება გავუშვით. Python mvnv vnv. და yes დააჭერეთ აქ, როცა გამოჩნდება ის. ეხლა ნახეთ რა მოხდა. აი აქ ესეთი vnv ფოლდერი გაჩნდა. რომელშიც არის კიდე შეგნით scripts ფოლდერი. ეხლა და ამ scripts ფოლდერში არის activate. აი მანდ უნდა მივიდეთ ჩვენ. უნდა დავწეროთ vnv scripts და activate. და ნახეთ, აი აქ თუ გამოჩნდა თქვენთანაც აი ეს vnv, ანუ virtual environment, ესე იგი თქვენ უკვე ხართ აი ამ ვირტუალურ გარემოში. და რა ხდება ამ ვირტუალურ გარემოში? ნახეთ. მე რა დავწერო pip list და გავუშვათ. ამ ვირტუალურ გარემოში მე მქონია დაინსტალირებული მარტო pip და მეტი არაფერი. აი თუ გინდათ გამოვალე ხა მე ამ ვირტუალური გარემოდან deactivate მიეცით და გამოხვალთ იქიდან. და აი ეხლა გავუშვით თუ გინდათ pip list-ი და ნახავთ რამდენი რამეა დაინსტალირებული თქვენს კომპიუტერში. ხო აი ეს ყველაფერი ხო ძალიან ბევრი რაღაც. ნუ რაც აი აქ requirement აი აქედან აი ეს ინფორმაცია წაიღო requirements.txt და მაგით გვიწერია ახაც ამდენი რაღაცა. კარგი, მაგრამ მოდი ახლა ისევ ჩვენ შევიდეთ. აი აქ გავააქტიუროთ ჩვენი ვირტუალური გარემო და აქ როგორც ხედავთ, გვაქვს მხოლოდ pip, აი ეს მხოლოდ pip. ნუ ესეც იმისთვის, რომ ეს pip რა არის, ხო? ნუ სხვა რაღაცეების ინსტალაციაში გვეხმარება. კარგი. ნახეთ ახლა რას ვიზამთ. მოდი მე წავშლი ამას ისევ. და აი ამ ვირტუალურ გარემოში დავაინსტალირებ pip install fakers. აი დაველოდოთ ცოტა ხანი. და მოდი ეხლა შევამოწმოთ. აბა ეხლა რა გვაქვს ჩვენს ვირტუალურ გარემოში დაინსტალირებული. აჰა, faker გქონია pip და კიდევ აი ესეთი რაღაცა. აი ეს არის უკვე რასაც თვითონ faker-ი იყენებს, ანუ faker-ი თავის მხრივ კიდე არის დამოკიდებული რაღაცა სხვაზე. და აი ეგ სხვა არის ეს. ხო? ესეთი რაღაცები მოხდება, თქვენ რომ დაინსტალებთ რაღაცას, იმას შეიძლება მოყვეს კიდე სხვა პეკეჯები და ასე შემდეგ ასე შემდეგ. ამიტომ ხო მაგაზე ხო არაფერი ცუდი მაგაში არ არის. კარგი, ჩვენ აი ეხლა შეგვიძლია გავაკეთოთ pip freeze და requirements.txt. და ეხლა რო გავუშვებთ ამას, უკვე ჩვენს აი ამ requirements.txt-ში, ნუ ქართულად შეიძლება საჭიროებები, რაღაცა ესეთ არ გქონდა, ხო? მარტო აი ესენი იქნება ნაჩვენები. ნუ pip არ არის აუცილებელი რომ აქ იყოს. აი ეს ორი რაღაცა სჭირდება ჩვენს პროექტს იმისთვის, რომ გამართულად იმუშაოს. მშვენიერი. ანუ requirements.txt-ც გვაქვს. ეხლა ვირტუალურ გარემოზე მინდა კიდე გითხრათ, ნუ ეს გავიგეთ, ხო? როგორ გამოგვადგა ეხლა. მაგრამ კიდე რა არის? ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური გარემო სხვადასხვა ვირტუალური გარემო სხვადასხვა პროექტისთვის. აი მაგალითად, ერთი პროექტისთვის შეიძლება იყენებდეთ რაიმე ბიბლიოთეკის ცოტა ძველ ვერსიას, იმიტომ რომ დავშოთ 5 წლის წინ გაქვთ დაწყებული ეს პროექტი და იქ ისე გაქვთ რაღაც მე კიდე სხვა ეგრეთ წოდებული dependency-ებიც გაქვთ, ანუ სხვა რაღაცე ანუ მაგალითად ჩვენი ხარ ვართ დამოკიდებული faker ბიბლიოთეკაზე. ხო შეგვიძლია ესე რომ აღწეროთ, რომ მე ვარ დამოკიდებული ამ ბიბლიოთეკაზე, ამ ბიბლიოთეკის გამართულად მუშაობაზე. თქვენ როცა პროექტს აკეთებთ, კიდე სხვა ბიბლიოთეკებიც ხო შეიძლება გამოიყენოთ. ანუ ჩვენი dependency-ები იზრდება, ანუ ბევრ რაღაცაზე ვხდებით მე დამოკიდებული. და ნუ შეიძლება ისე მოხდეს, რომ აი ზოგიერთი რამე, ზოგიერთი ბიბლიოთეკა იმ სხვა ბიბლიოთეკის რაღაც ნაწილთან რომელიღაც ვერსიასთან არის თავსებადი, მაგრამ ახალ ვერსიასთან არ არის თავსებადი, რაღაც ეგეთი თავსებადობის პრობლემები იყოს. ამიტომ შეიძლება გჭირდებოდეთ თქვენ რომელიღაც პროექტისთვის, რომ ცალკე იყოს ვირტუალური გარემო და ამ ვირტუალურ გარემოში იყოს დაინსტალირებული ის ვერსიები, რაზეც მუშაობს თქვენი კოდი გამართულად. ან მაგალითად Django-ს 3-დან 2 ვერსია გქონდეთ სადღაც დაინსტალირებული ძველი პროექტისთვის, რომელიც ჯერ არ დაგიაპდეითებიათ Django-ს ახალი ვერსიისთვის, მაგრამ მუშაობს 3-დან 2-ზე კარგად. მაგრამ ნუ რაღაცა კიდე სხვა პროექტისთვის ცალკე ვირტუალური გარემო შექმნით, სადაც Django-ს დავუშვათ 5 და 2 ვერსიას იყენებთ. მოკლედ. აი ვირტუალური გარემოები
თქვენ გაძლევთ აი ამის საშუალებას, რომ ერთდროულად გეყენოთ სხვადასხვა ვერსია, რაიმე ბიბლიოთეკის ან ფრეიმვორკის და მათ შორის არ იყოს კონფლიქტები. კარგი. ეს არის ვირტუალურ გარემოზე. ეხლა სანამ ჩვენ გადავიდოდეთ უშუალოდ იმაზე, თუ რა არის Git და როგორ გვეხმარება რაღაცებში. მანამდე გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ნახეთ, ჩვენ ახლა სანამ ავტვირთავდეთ ამას GitHub-ზე. აი ეს VNV ფოლდერი არ გვჭირდება, რომ აიტვირთოს იქ GitHub-ზე. ხო, ეს არის უბრალოდ იმ გაჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ვირტუალური გარემო შევქმნი აქვს აქ, მაგრამ GitHub-ზე ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. და მე შემიძლია ეგ დავაიგნორო, ანუ უბრალოდ git ignore უნდა დაწეროთ აქ git ignore, აი ესე. და git ignore-ში მე თუ ჩავწერ VNV-ს, მაშინ ეს ფოლდერი უკვე აღარ აიტვირთება GitHub-ზე. კიდე სხვა რამე თუ მინდა რომ არ აიტვირთოს, აი ჩამოვწერ უბრალოდ ახალ ხაზზე მაგასაც. ეხლა ეს დახრილი ხაზი რას ნიშნავს? ამ დახრილი ხაზით მე ვეუბნები, რომ ეს ჩემი VNV არის ფოლდერი. მე თუ ამას არ ვეტყოდი, რომ ეს ფოლდერი არის, მაშინ ფაილებსაც და ანუ ამ სახელწოდების ფაილებსაც დაიგნორებდა და ფოლდერებსაც ორივეს. ჩვენ შემთხვევაში არაფერი დაშავდებოდა, ესე რომ დაგვიტოვებინა. მაინც მიაგნებდა იმ ფოლდერს, მაგრამ ნუ რახან ზუსტად ვიცი ფოლდერია, მოდი უბრალოდ გამოვიყენებ ამას. კარგი, ნელ-ნელა გავამზადეთ რაღაცეები. ეხლა მოდი ჩვენ პირველ რიგში რახან პირველად ვიყენებთ Git-ს, უნდა რაღაც პატარა setup-ი გვჭირდება, უნდა მივუთითოთ ჩვენი username და mail. ხო? გაჩვენებთ მე რატო არის ეს საჭირო. დაწერეთ git config global და user name და აი აქ მივუთითეთ მაგალითად gig-ის დავწერ მე, ეს იქნება ჩემი username-ი. შემდეგ შეგეძლიათ რომ ეს დააკოპიროთ და მხოლოდ ეს username და ნახოთ რომ მართლა დაყენდა, რა თქმა უნდა ეს username თქვენთვის. და მე რა გვჭირდება ეს კოდი. ოღონდ თუ დავაკოპირებდეს მე ბოლოში გვინდა email-ი. და მივუთითოთ ხო ეს შემთხვევით enter-ს დავაჭირე. იმას ვიძამ ჩავწერ ახლა ჩემს email-ს. ნუ ისედაც მიწერია, მაგრამ მაინც gigi chakaberia@gmail.com და ბოლოში არ დაგავიწყოთ, რომ ეს გახსნილი ბრჭყალი დახუროთ. გავუშვით ესეც. მშვენიერი. კარგი, ეხლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ საქმეზე. ამის გაკეთება აღარ მოგვიწევს ჩვენ. და დავწეროთ ესეთი რაღაცა. როგორც გითხარით, Git-ი არის სპეციალური software-ი. აი აქედან განახებთ მე მაგის გამოყენებას, source control ვერსიების კონტროლის მექანიზმი. Git-ი რაში გვეხმარება, იცით? აი მაგალითად მე რო აქ main.py ფაილში რაღაცა ცვლილება შევიტანო. Git-ის დახმარებით მე შევძლებ, რომ ეს ცვლილება შევინახო ადგილობრივად. ანუ ნახეთ რის საშუალებას მაძლევს ძველი ვერსიის ნახვაც შემეძლება მე და ახალი ვერსიის ნახვაც. აი ამ ცვლილებებს Git-ი შეგვინახავს. მაგრამ იმისთვის, რომ ეს შენახვები Git-მა გააკეთოს ჩემთვის და მე გაჩვენებთ როგორ ვნახოთ ეს ძველი ვერსია, ახალი ვერსია, ასევე Git-ი გვიჩვენებს თუ რა შეიცვალა. აი მაგალითად გვიჩვენებს, რომ თუ აქ რაღაცა შევცვლი, Git-ი გვეტყვის, რომ მე-6 ხაზი იყო ასეთი და გახდა ასეთი. ხო? აი ესეთ ზონაზე არის ინფორმაციული. ეხლა იმისთვის, რომ Git-მა შეძლოს აი ეს მთელი პროცედურები, ჩვენ უნდა გავუშვათ ესეთი კოდი git init-ი და ეხლა ეს git init-ი რას აკეთებს? git init-ს რო გავუშვებთ, გარკვეული მოსამზადებელი პროცესები დაიწყო ეხლა. აი მაგალითად ერთ-ერთი რაც გაკეთდა არის ჩვენ რო შევიდეთ git მოდი აი ვნახოთ ამ ფოლდერში შევიდეთ. აი ნახეთ, ეს არის ფოლდერი, სადაც მე ვარ, ხო? git tutorial ქვია. აქ ვარ და აი რაც მაქვს შექმნილი აგერ ჩანს. ეს ჩემი VNV, git ignore, main, readme, requirements-ი და ნახეთ, აი ესეთი დამატებითი ფოლდერი გაჩნდა და ეს გააჩინა git init ბრძანებამ, რომელიც გავუშვით ტერმინალში. და აი ამ git init-ში შიგნით არის რაღაცეები, კონფიგურაციები
მომზადდა ეს ყველაფერი წინასწარ იმისთვის, რომ მე გიტმა უკვე შეძლოს აი ეს ვერსიების კონტროლი. აი რაც გითხარით ხო, ძველი ვერსია, ახალი ვერსია, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. აი ეს წინამოსამზადებელი სამუშაოები და ანუ აი აქ აი ამ წერტილი git ფოლდერში შეინახება ყველანაირი მეტადატა, რაც იქნება. აი აქ შეინახება ეგენი. მაგრამ მე გაჩვენებთ როგორ გამოვიყენოთ ეს კარგად. კარგი. ეს იყო ამ კომანდის შესახებ, ასევე დააკვირდით, რომ აი ეს VNV folder, ანუ ესენი გამწვანდა, მაგრამ VNV folder-ი არის ჩამოქებული, ჩაპირიქით, გააფერმკრთალებული. აი ზუსტად იმიტომ, რომ git ignore-ში გვიწერია ის. თუ არ გვეწერებოდა, ისიც იქნებოდა ესე გამწვანებული დანარჩენებივით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაიგნორებთ ამ folders-ს. ამითი ხო. კარგი, მოდი ახლა გავაგრძელოთ და კიდე გეტყვით რაღაცებს დაგიზუსტებთ მე. ამის შემდეგ უნდა გავუშვათ git add წერტილი ესეთი კომანდი. ესეთი ბრძანება. ამას ახლა ამისი და დააჭრეთ enter-ს. ახლა git add წერტილი რას აკეთებს? ეს ბრძანება მოამზადებს აი ამ ყველაფერს შესანახად და ცხადია მათ შიგ თავსაც, ანუ მაგალითად main წერტილი ფაილს და თელამ კოდს რაც შიგნით წერია. აი ამ readme files და რა თქმა უნდა შიგ თავსაც და ამასაც. ამასაც git ignore-საც. აი ამ ყველაფერს მოამზადებს იმისთვის, რომ ის იყოს შენახული ოღონდ ჯერ ლოკალურად ჩემს კომპიუტერში. და მე ვნახოთ GitHub-ზე როგორ უნდა გავაგზავნოთ, იქ როგორ ავტვირთოთ. ანუ ეს ყველაფერი ახლა მომზადდა. ნახეთ git-ი ეს კომანდი, ეს ბრძანება ყოველთვის დაგჭირდებათ, add ნიშნავს დამატებას, ასე ვთქვათ, ხო, დაამატე შესანახად, ან გაამზადე შესანახად, რაღაც ეგეთი არის. და წერტილი ნიშნავს, რომ მე მინდა რომ ყველაფერი დაემატოს. მაგას ნიშნავს წერტილი. თუ რამე კონკრეტული მინდა მე მაშინ აი დავუშვათ რაღაცა app წერტილი ფაილი მაქვს. მე შემიძლია დავწერო მე git add app წერტილი ფაილი და არ დავაჭერ ამას enter-ს, მაგრამ მე მაშინ მარტო app წერტილი ფაილი დაემატება. წერტილი ნიშნავს ყველაფრის დამატებას. ისევ და ისევ გარდა აი ამ VNV folder-ისა, რომელსაც git ignore აიგნორებს. git-ი მაგას არ ეხება, ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ შეინახავს. კარგი, ეხლა ჩვენ უნდა დავწეროთ მოდი ეს ვახსენოთ კიდე ერთ ესეთი ცნება, ამას ქვია staging-ი, ანუ შესანახად მომზადება. ესე შეგვიძლია გავიაზროთ. მოკლედ შესანახად მომზადდა. ეხლა მოდი შევინახოთ. git commit და აი აქ თან დავაკომენტაროთ რაიმე ვთქვათ ჩვენი პროექტის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ძირითადად აკეთებენ ხოლმე initial commit, ესე არქმევენ ხოლმე. ეხლა აქ რას ნიშნავს, ხო? ანუ git ეს სულ გამეორდება, სულ გამოვიყენებთ. commit ნიშნავს აი ამ შემთხვევაში უბრალოდ შენახვას. -m არის message-ი და მე აქ ვწერ უბრალოდ message-ს, რაც მინდა რომ თან დაერთოს აი ამ ყველაფერს. ხო, რაღაცა კომენტარი, რაღაცა შენიშვნა ჩემი. მოდი დავარქვათ პირველ ჩვენს შენახვას first version, აი პირველი ვერსია. მოდი ესე დავარქვათ და დავაჭიროთ enter-ს. ეგ არის. ეხლა ეს ყველაფერი არის უკვე ადგილობრივად შენახული. სად შემიძლია რომ ვნახო ეს ყველაფერი. ნახეთ, აი აქ გადადით source control-ში და აი აქ არის ჩვენი ყველაფერი, ანუ gigi username-ი რო არის, ჩვენი კომენტარი first version და აი აქ არის ჩვენი ფაილები, main წერტილი ფაილი და ასე შემდეგ. ეხლა ნახეთ რას გაჩვენებთ. აი წარმოიდგინეთ რომ მე აი ამ ჩემს main წერტილი ფაილში აი აქ რაღაცა შევცვალე. აი მაგალითად აი აქ 8000 მეწერა. ეხლა მოვედი და 500 მომინდა რომ იყოს. ნახეთ, მე შემიძლია დავწერო git init უბრალოდ არა git init არ გინდათ git add ყველაფერი დაამატეთ, ანუ ეს ცვლილებაც მოიხელთოთ, ასე ვთქვათ, ხო? ან შეგეძლოთ უბრალოდ git add და უბრალოდ main file გექნათ. იმიტომ რომ მარტო მან შევიტანეთ ცვლილება, სხვაგან არ შეგვიტანია ცვლილება. კარგი, მაგას რო გავუშვებთ, მე გააკეთეთ git commit-ი უკვე, შეინახეთ ეს ცვლილება და თან რაღაცა message-იც დავურთეთ. დავუშვათ second version, ჩემი ან შეიძლება კიდევ უფრო ინფორმაციული კომენტარი დატოვოთ, მაგალითად changed 1000 to 500, შევცვალე 1500-ით.
და დააჭიროთ Enter-ს. ეგ არის. აი ჩვენი ცვლილება შენახული არის და აი აქ შემიძლია მე ვნახო ეგ ყველაფერი. ხო, ნახეთ, აი source control-ში დააჭერთ. ჩემი ძველი ვერსია და როგორ გამოიყურებოდა მაშინ ჩემი main წერტილი ფაი, აქ 1000 ეწერა და მოდი ახლა ვნახოთ ეს. აი აქ შევიდეთ, თან ჩემს კომენტარსაც ხედავ. ამას დავაჭერ, მხოლოდ ის ფაილი მიჩანს, სადაც ცვლილება შევიდა და აქ ხედავ რაც მოხდა. იყო ასეთი და გახდა მერე აი ესეთი, ხო? 500 წერია ახლა. მშვენიერი, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ჯერ კიდე არ აგვირთავს GitHub-ზე. ამისთვის ჩვენ უნდა მივაბად ჩვენი GitHub-ის აკაუნთი. უბრალოდ ჩვენი GitHub-ის კონკრეტული რეპოზიტორია Git-ს. ნახეთ, აი აქ new-ს დააჭირეთ, რომ ახალი რეპოზიტორია შექმნათ და დაწერეთ მაგალითად fake name generator-ი და დააჭირეთ create repositories. შემდეგ დააკოპირეთ ეს ლინკი, ან პირდაპირ ამას დააჭირეთ. აი ამას დააჭირეთ და ავტომატურად დაკოპირდება. ამის მერე, ეხლა უნდა დავაკავშიროთ Git-ი და GitHub-ი ერთმანეთთან. Git remote add origin და აი აქ ჩასვით ეგ ლინკი რაც დააკოპირეთ, გავუშვით ეს კომანდი და აი ერთი კომანდი დაგვს ამარტო Git push view origin main და ეგ არის. ეხლა ჩვენ რო ამას გავუშვებთ, ჩვენი აი ეს კოდები, ჩვენი კოდი აიტვირთება GitHub-ზე. აი დავარეფრეშოთ ეს page-ი და კი ბატონო, აი აქ არის ყველაფერი. მშვენიერი. და როგორც ხედავთ, ნახეთ, აი აქ ჩვენ ეს ცვლილება რომ შევიტანეთ, ისიც გვაქვს ასახული. აქ არის ჩვენი ეს main წერტილი ფაილი, სადაც ეს 500 წერია, gitignore ფაილი და როგორც ხედავთ, ეს VNV ფოლდერი წარმატებით დაიგნორდა, არ აიტვირთა ჩვენს GitHub-ზე, რაც ეს გვინდოდა ჩვენ. ხო, აი აქ ნახეთ კიდე GitHub-ი ცალკე აკეთებს განყოფილებას readme ფაილისთვის. ხო და აქ წერია ის რაც ჩვენ გვეწერა, მაგრამ ეხლა უკვე ეს დასააპდეიტებელი გვაქვს, იმიტომ რომ ხო შევცვალეთ იქ რაღაც. ამიტომ მოდი ეგ გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს პროცესები. და გაჩვენებთ და იმდენი წერაც აღარ გვინდა, ჩვენი ლინკის მითითება აღარ დაგვჭირდება უკვე აი აქამ და ასე შემდეგ უფრო ბევრად უფრო მარტივად შეგვიძლია ეხლა გავაკეთოთ. ნახეთ. უნდა დავწეროთ. ხო, ჯერ შევიტანოთ ცვლილება. readme-ში გადავაკეთოთ 1500-ად. შემდეგ დავწეროთ git add და მოდი ამ შემთხვევაში მარტო readme-ს მივუთითებ. აი ესე. და დავწეროთ git commit და დავწეროთ edited და შევასწორე edited readme file. მოდი ესე ვქნათ. ხო, ესე აღწერე რა გავაკეთე, ხო? ესეთი კომენტარი დავურთე, რომ შევასწორე თუ დავააპდეიტე თუ რაღაცა ჩემი readme ფაილი. დავაჭიროთ Enter-ს და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები ახლა არის შენახული ლოკალურად, აი აქ. აი აქ ეს ყველაფერი შენახული არის. ჩემი readme რომ ნახო ახლა 1000 ეწერა და ახლა 500 წერია. მშვენიერი, მაგრამ ეს ცვლილება ჯერ GitHub-ზე არ არის ასახული. აი ნახეთ 1000 ხო წერია, მე ვარეფრეშებ და ისევ 1000 წერია. ეხლა ნახეთ რა მარტივად შევცვლით ამას GitHub-ზეც, უნდა დავწეროთ git push და დავაჭიროთ Enter-ს. სულ ეს არის. აღარ მჭირდება მე იმდენი წვალება. როცა ერთხელ უკვე გავაკეთეთ ეგ ყველაფერი, მერე უკვე მხოლოდ 3 კომანდი გაქვთ დასამახსოვრებელი. აი დავარეფრეშოთ ეს და აი 500 წერია ნამდვილად. აი აქაც ეს ბოლო კომენტარი ჩემი change to 1500 და ეგ არის. ხო, ნახეთ რა კომანდებია დასამახსოვრებელი. ნუ ჯერ უნდა შეიტანოთ ცვლილება სადღაც, აი მოდი. აი ესეთ print hello-ს დავამატებ უბრალოდ. რა უნდა გავაკეთოთ? git add და ისევ და ისევ აქაც ორი გზა არის, ხო? ერთი რომ მივუთითო იმ ფაილის სახელი კონკრეტულად, სადაც ცვლილება შეიტანე. ან უბრალოდ დაწერო წერტილი და აი ამ ყველაფრის ბოლო ვერსიას შეინახავს ერთიანად. git add ეს. ეხლა ეს ყველაფერი მომზადდა შესანახად. ეხლა ჩვენ მართლა უნდა შევინახოთ ის. git commit და აქ უნდა დავწერო კომენტარი, მაგალითად edit hello
on line 8. ხო, hello დავამატე მეთქი მერვე ხაზზე. ან edit print statement. ხო, ესეც შეიძლება print წინადადება დავამატე მერვე ხაზზე. ესეთი კომენტარი და გავუშვათ ეს. ეს ყველაფერი შეინახა, ოღონდ commit-ი სად ინახავს ამას ჯერჯერობით, მხოლოდ აი აქ. ადგილობრივად. ხო და შემიძლია თვალი ვადევნო ამ ყველაფერს, ხო? პირველი ვერსია როგორი იყო, მე რა შევცვალე, მე კიდე რა შევცვალე. ხო, აი ამას რო შევხედო, ესე გამოიყურება. და ეხლა ავდვირთოთ, მოდი ეს სახეცვლილი კოდი უკვე GitHub-ზე. უბრალოდ წერ git push. ეგ არის და ეგ. ამას ვიზამ და GitHub-ზეც იქნება ცვლილება. აი ეს კომენტარი, გავხსენი ფაილი და hello წერია აგერ. შვენიერი. ეხლა მოდი კიდე მე რაღაცას გაჩვენებთ. როგორ შეგვიძლია კლონირება GitHub-ის პროექტის. მოდი მე შევალ სადმე სხვაგან. შევქმნათ ესეთი. მაგალითად git tutorial clone აი ამ ფოლდერში შევალ. და ნახეთ, აქ არაფერი არ მაქვს. ანდა მოდი ჯერ კიდე დავრჩეთ იქ რაღაცას, კიდე გეტყვით. აი აქ, ხო ვართ? აი აქ შევიდეთ და ჩვენს ვირტუალურ გარემოში დავბრუნდეთ. activate ესე. და ნახეთ რა მინდა რომ გითხრათ. დავუშვათ ამ პროექტში, ნახეთ. შესაძლებელია აქედანაც რაღაცა ცვლილებები შეტანა. მაგალითად მე რო გავხსნა main.py და ნახეთ, კურსორით აქ მივალ და აი ნახეთ მე ჯერ იმას ავირჩევ edit this file და რასაც მინდა იმას ჩავამატებ აქ ხელით. თვითონ GitHub-ზე. აი მაგალითად print hi. აი ესეთი რაღაცა ჩავამატე და მე დავასეივე. აი ესე commit changes, აქ შეგიძლიათ რაღაც კომენტარის დავუწოთ ამას. ეგ არის. დავუბრუნდეთ მოდი უკან. და შევხედოთ ხო აი ეს ახალი კომენტარი იქ default-ად იყო ჩაწერილი. დააგვირდით აპდეიტისა და ეხლა აქ რო შევდივარ, ასეთია, ხო ეს print hi-ს დაემატა. მაგრამ ხედავ თუ არა მე იგივეს ჩემს იმაში. აქ მსგავსი არაფერი არ ხდება. ეხლა როგორ შეგვიძლია რომ ის ცვლილება GitHub-ზე რაც მოხდა ხელით. ან შეიძლება readme ფაილი ჩაასწოროთ, ჩაარედაქტიროთ, უფრო იმას აკეთოთ, გააფორმოთ რაღაცნაირად ეს readme ფაილი, ამასაც აკეთებენ ხოლმე, უფრო ლამაზი იყოს, მიმზიდველი იყოს readme ფაილი. და ეს ცვლილებები როგორ აისახოს თქვენთანაც? ნახეთ რა უნდა გააკეთოთ. git pull შეგიძლიათ დაწეროთ და ამას რო დაწერთ და გავუშვით enter-ით. აი ეხლა ჩვენ მივიღეთ ბოლო ვერსია ჩვენი პროექტის. აი ნახეთ, hi ჩაემატა ჩემს კოდში. მე რო ეხლა კიდე გავაკეთო git pull-ი. ნახეთ, უბრალოდ გვეტყვის რომ already up to date. ანუ უახლესი ვერსია გაქვს, მეტი არაფერი ცვლილება აქ არ მოხდაო. ხო, აი ეს კომანდით შეგიძლიათ გამოიყენოთ ხოლმე. და ზოგადად როცა პროექტზე მუშაობთ გუნდთან ერთად, ხშირად გამოიყენებთ git pulls, ნუ არის კიდე git fetch-ი. git fetch-ი როგორი რაღაცაა, მოდი ბარე მეგეც ვნახოთ. აი, კიდე ერთი რაღაცა ჩავამატოთ. მოდი ამ შემთხვევაში წავშალოთ. უბრალოდ. ან მოდი დავამატოთ. print რაღაცა hello world და შევინახოთ და თუგინაც დავარქვათ რაღაცა, რაც ჩვენ გაგვიხარდება. update me რაღაცა edit hello world ესე დავარქვათ. აქ შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი აღწერა დაწეროთ. კაი, გავუშვათ ეს. შევინახოთ. ეხლა ნახეთ, ნუ ცხადია რომ ეს ცვლილება ეხლა აქ ჩვენთან ჯერ არ არის ასახული, იმიტომ რომ git pull-ი გვინდა, მაგრამ დავუშვათ ჯერ შეგიძლიათ თქვენ ეგრევე კი არ შეცვალოთ ეს თქვენს კოდში. არამედ ჯერ გააკეთოთ git fetch და ეს გავუშვით და ამით ნახავთ თუ რა ის არის. აი აქ რო შეხვიდეთ.
მე გადახვიდეთ main წერტილი ფაილში, აქ ნახავთ თუ რა შეუცვლიათ თურმე იქ სადღაც ამ GitHub-ზე. hello world-ი დავუმატებიათ თურმე. და მე თუ მინდა აი ამას უკვე იმას ვიზამ, დავამატებ მართლა ჩემს პროექტში. ანუ ჯერ ეს არ არის დამატებული. ნახეთ, ჩემი main ფაილი ესეთია. hello world-ი აქ არ წერია. მაგრამ მე git fetch-ი მიჩვენებს რა ცვლილება არის, რომელიც მე უკვე შემიძლია რომ ჩემს პროექტში ამ ცვლილების ინტეგრაცია გავაკეთო. ხო? და იმ რაღაც უახლეს ვერსიაზე გადავიდე ამ პროექტის. ხო, შეიძლება სხვაებიც მუშაობენ ამ პროექტზე. git fetch-ი მაგას მიჩვენებს, რომ აჰა, თურმე, აბა ვნახოთ რა მომხდარა. აი, ესეთი hello world-ი ყოფილა დამატებული. მინდა რომ ეს მეც შევუერთდე ხა ამ განახლებას თუ აი დავუშვათ ხო შეიძლება რაღაცეები და ჩავარედაქტირო ამ hello world-მაში. მოკლედ, რაღაცები მომინდეს. გავაკეთო. კი ბატონო, თუ დავწუნდები რომ უსაფრთხო არის ამის გაკეთება, ჩემთვის მაშინ დავწერ უბრალოდ git pull და ამას რო ვიზამ, უკვე მე გადავალ იმ ახალ ვერსიაზე. მშვენიერი. და ავტომატურად კეთდება ისიც commit-იც. ადგილობრივად. კარგი. ეს იყო რაც მინდა დამეჩვენებინა და მაშინ ბარემ აი კლონირებასაც არის კიდე რაღაც რამდენიმე კომანდი დავუშვათ პარალელურ რეჟიმში როგორ შეიძლება სხვადასხვა ტოტებს ეძახიან ამას აი სხვადასხვა ტოტზე როგორ შეიძლება იმუშაოთ კოლეგასთან ერთად ისე რომ ასე ვთქვათ ძირითად ავიცი ღერძი დავარქვათ ძირითად პროექტს არ შეეხოთ ანუ პარალელურად აკეთოთ რაღაცეები და მერე აი ეს ახალი კოდები გააერთიანოთ და უკვე ძირითად პროექტში გააკეთოთ მათი ინტეგრაცია. აი ესეთი რაღაცების საშუალებასაც გვაძლევს Git-ი ჩვენ. მოდი ახლა ამ წუთას ჩვენ ნახოთ და არა რთული, რავი შეიძლება მაგის ნახვა და უმარტივესად დაამოღამებთ. ახლა მე გაჩვენებთ კლონირების ამბავს. აი აქ შევალ. და ნახეთ აქ ხო არაფერი არა გვაქვს ჯერ. მე ახლა შევალ ისევ ჩემს იმაში აი აქ ამ პროექტში და რო გახსნით აი ამ რეპოზიტორიას, აი აქედანაც შეგეძლოთ რეპოზიტორიები ნახოთ. აი აქ არის ჩვენი რეპოზიტორია და აი ამ code დააჭირეთ. შემდეგ დააკოპირეთ ეს ლინკი და აი აქ გახსენით ტერმინალი, აი Ctrl-J შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ ამისთვის. Ctrl-J აკრობს და აჩენს ტერმინალს. და აი აქ უნდა დაწეროთ git clone და შემდეგ ლინკი მაგ რეპოზიტორიის. ეგ არის და ეგ. და აი აქ უკვე გაჩნდა ეს რეპოზიტორია ჩვენს VS Code-ში. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი სხვა პროექტი. მარტო თქვენი პროექტისთვის კი არა, სხვა GitHub-ზე არსებული სხვა პროექტების შემთხვევაშიც. კარგი. ეხლა რა შეიძლება კიდე აქ გაჩვენოთ, ხო? აი ეს ამბავი. მოდი ჩვენ შევიდეთ აი აქა და შევქმნათ მოდი VNV შევქმნათ აი სამ ვირტუალური გარემო და გავააქტიუროთ ახლა ეს ჩვენი ვირტუალური გარემო. ისე და ისე შევხედოთ რომ შეგინით არ არის დაინსტალირებული არაფერი გარდა pip-ისა. მაგრამ ამ პროექტისთვის მე ვხედავ აგერ რომ რაღაცა აი ესეთი ფეიკერია საჭირო. ეხლა მოდი მე რო აქ გავუშვა ეს კოდი ჩვეულებრივად იმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ვირტუალურ გარემოში არ მაქვს ფეიკერი დაინსტალირებული. ამიტომ აი ნახეთ, მოდი აი გავუშვებ და ჩვეულებრივად იმუშავებს. დაიბეჭდა და ნუ ეს ხო შეგროვდა 500 სახელი აქ. ამას არ უბეჭდა უბრალოდ, იმიტომ არ ჩანს. და ნესემი hello, hi, hello world ეს ყველაფერი გამოვიდა აქ. მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალურ გარემოში ეს არ მაქვს მე დაინსტალირებული. მაგრამ ეს იმიტომ, რომ VS Code არის საკმარისად ჭკვიანი და ნახეთ როგორ იქცევა. ჯერ VS Code აგვირდება ამ ვირტუალურ გარემოში არის თუ არა ეს დაინსტალირებული. და როცა აქ ვერ ხედავს, მე გადადის Python-ის სხვა იმეებზე. აი ნახეთ სხვა ინსტალაციებზე. ეს არის ეს ვირტუალური გარემო, სადაც ვართ. მაგრამ არის კიდე, რა ვიცი. ეს ინსტალაცია მაქვს, სხვა ინსტალაციები Python-ის. და მანდ ნახულობს, რომ აბა თუ არის Python-ი იმაში.
სხვაგან თუ არის ფეიკერი მოკლედ დაინსტალირებული. კარგი, ეხლა მე იმას ვიზამ, უბრალოდ წავშლი pip install pip uninstall უბრალოდ faker, აი გლობალურად რომ აქ მე დაინსტალირებული წავშლი ამას. დავაჭიროთ yes-ს და გაჩვენებთ როგორ დავაინსტალიროთ ის. შემდეგ მარტივად. თუმცა ეხა ეს არ წაიშალა, იმიტომ რომ სხვაგანაც მაქვს ავარავდოთ დაინსტალირებული. და ეხა მოსაძებნი არის რომელი ინსტალაციაში, არა უშავს, კარგი, მოდი უბრალოდ მინდოდა რომ თვალსაჩინო ყოფილიყო, მაგრამ მაინც მიხვდებით რის თქმა მინდა. აქ შევალ, ჩემს ვირტუალურ გარემოს გავააქტიურებ. Activate. კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ აქ pip list არანაირი ფეიქერი არ არის დაინსტალირებული. თუმცა რო უშვებთ, არა, წაშლილა, მაგრამ რატო იმას კლაკნელი ხაზები არ ქონდა, ქვემოთ ეთყობა კიდე არსებობს. სავარაუდოდ არსებობს სადღაც ეს მოდული ჩემს იმაში. კაი, მოდი ამას მე გავარკვევ, მე ან ვიდეოს ბოლოში ვიზამ. ხო, სადღაც მაინც არსებობს, ამიტომ ის. კარგი, მოკლედ, ამ სახელით არსებობს რაღაცა კიდე სხვა სავარაუდოდ. ნახავ, მაგრამ წარმატებით წარმატებით მომხდარა. ეხლა ნახეთ. და ესეთ სიტუაციაში იქნებით საკმაოდ ხშირად, როცა ვიღაცის პროექტის კლონს გააკეთებთ, ხო? ანუ თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ის ბიბლიოთეკები დაინსტალირებული წინასწარ, რაც სჭირდება მაგ იმას. რაც სჭირდება მაგ პროექტს. აი, მოდი აქ ეხა ჩვენ ვირტუალურ გარემოში ხო შევედით ზეღან. გამოვედი მე ისევ. ჯერ შევიდეთ city fake იმაში. pnv scripts activate. წერა დამავიწყდა მეგონა. pnv scripts activate. ეგარი, კარგი გავააქტიურე. კიდევ ერთხელ ვამოწმებ, არანაირი ის არ არის. ეხლა ნახეთ როგორ დავაინსტალიროთ ამ ვირტუალურ გარემოში მარტივად. აი კიდე ხო შეიძლება ბევრი რაღაცა იყოს აქ. როგორ დავაინსტალიროთ მარტივად ეგენი. უნდა დავწეროთ pip install requirements.txt. აი ეს. გავუშვათ ეს კოდი და დაინსტალირდება ისინი, რაც არის requirements.txt-ში მითითებული. ეგ არის. ეხლა გავუშვათ მოდი pip list და შევხედოთ რომ მარტო pip-ი რო იყო, ეხლა უკვე fake-ერი და ესეც არის და მე შემიძლია თავისუფლად აი გასწოთ წინაზე მე რო გაშვება ვცადე და აი ანუ uninstall-ის მერე ხო ვცადე გაშვება არ იმუშავა. იმიტომ რომ წაშლილი იყო. აი ეხლა რო გავუშვა მოიცა ეს უნდა გავუშვათ ჩვენ ესე python main.py რო აი ამ იმიდან გაიშვას. ჩვენი ვირტუალური გარემოდან რო გაიშვას, იმიტომ რომ ეს უშვებს იქიდან. სავარაუდოდ ჩემი Python-ის სხვა ინსტალაციიდან და იქ ვერ ხედავს fakers. ამიტომ ხო, ესე გავუშვით, ნახეთ, python და შემდეგ ამ სკრიპტის სახელი. და რო გავუშვათ, კოდი ჩვეულებრივად მუშაობს. ხო, ეს ამითი გაშვება თუ მე არ მექნებოდა დაინსტალირებული ფეიქერი, ამ ვირტუალურ გარემოში არ იმუშავებდა ცხადია. ეგ შემთხვევაშიც. კარგი. ეს იყო რაც მინდოდა მეჩვენებინა პროექტის კლონირებაზე, ვფიქრობ საინტერესო იყო ეს ყველაფერი. და რა ვიცი, თუ რამე კითხვა გექნებათ, ან თუ რაღაც არ გამოვა თქვენთან, შეგიძლიათ რომ ცხადია მკითხოთ.